დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე გითხარით, გადაცემის ამ ბლოკის თემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელევიზიამ გაათავისუფლა სამსახურიდან სანდრო ცნობილაძე რეპორტაჟის წაყვანის დროს დაშვებული შეცდომის გამო და ჩვენი სტუმარი არის დღეს სანდრო ცნობილაძე, სანდრო საღამო მშვიდობისა, ასევე ლაშა დვალიშვილი და გეგი კიკაბიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. უპირველეს ყოვლისა, სანდრო, შენთან მაქვს რა თქმა უნდა შეკითხვა. შენ კომენტარებში, მცირე კომენტარებში, რომელიც მიეცი სააგენტოებს, თქვი რომ მოულოდნელი იყო მაინც ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება. რატომ იყო მოულოდნელი? წინასწარ ქონდა თუ არა ხელმძღვანელობასთან საუბარი და რადიკალურად შეიცვალა ეს გადაწყვეტილება თუ რატომ აღმოჩნდა მოულოდნელი ეს ყველაფერი შენთვის? პირველ რიგში მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამომიცხადა ამ პერიოდში და ეს არ ეკუთვნის მარტო დღევანდელ დღეს, ეს გრძელდება იმ მომენტიდან, როცა მოხდა ეს ამბავი, დღემდე, ანუ სადღაც უკვე 10 დღეზე მეტია. მინდა მოუხადო მადლობა, შესაბამისად კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მადლი პატივისცემა. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას, მე მქონდა მეორე დღესვე შეხვედრა მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ სადისციპლინო კომისია განიხილავს ამ საკითხს. სადისციპლინო კომისიამ გუშინ განიხილა ეს საკითხი და შესაბამისად მე მამცნეს სატელეფონო ზარის მეშვეობით. მე მამცნეს ის, რომ მე გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. რატომ იყო მოულოდნელი? ზოგადად ელოდი სხვა სანქციას რამეს, თქვა მე არ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ან რაღაც სხვა რა თქმა უნდა, ჩემს მიერ იყო დაშვებული ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც მე ვაღიარე და ვაღიარებ დღესაც, რომ ასეთი შეცდომა არ უნდა იქნას დაშვებული. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სხვა ნაბიჯები არსებობს, ხო, ადამიანის როდესაც სამსახურში მუშაობს, ნაბიჯები არსებობს მისი დაიჯის, ხო? ანუ საყვედური, ფინანსური სანქცია და უშუალოდ დისკვალიფიკაცია რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე. ხო, მე ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა რომელიმე საკეთიდან გამოიყენება. აქედან გამომდინარე ამ მასშტაბის გადაწყვეტილება, ხო, ჩემთვის გამოდგა აბსოლუტურად მოულოდნელი. მაგრამ საინტერესო იყო იმ Facebook სტატუსში, რომელიც შენ დაწერე, ნუ გარკვეული მინიშნება იყო, რომ კიდევ არსებობდა რაღაც სხვა ფაქტორები, რის გამოც ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო კომისიამ. ჩემ და სამწუხაროდ, ნუ აჟიტირება მოხდა, მოდი ასე ვთქვათ რა, ამ თემის რა. ანუ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ხო, აი ამ ჩემმა შეცდომამ რა რეზონანსიც გამოიწვია, იმან გადაფარა ჩემი აზრით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები, რაც ზოგადად მიმდინარე ცხოვრებაში ხდება. აქედან გამომდინარე, ახლა აი ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც არსებობდა, ხო, დაუშვათ რა, ანუ ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო იმისი, რამაც საბოლოო ჯამში მიიყვანა, მე მგონი, ასე ვთვლი, მე ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრია, მიიყვანა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებამდე, აი ასეთ გადაწყვეტილებამდე. ვიდრე ლაშას ვკითხავს, ანდრო, კიდევ მინდა ერთ შეკითხვა დაგისვა. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ვთქვათ, აი შეცდომის გამო მიიღო ეს, ხედავ თუ არა რაიმე სხვა მიზეზებს, რის გამოც მას შეძლო ეს გადაწყვეტილება მიიღო. ვახო, მე არ მაქვს ზოგადად საერთოდ წარმოდგენა რა ფორმულირებით არის ეს ყველაფერი გაფორმებული, ასე ვთქვათ. მე არ ვიცი, ჩემთვის არავის არაფერი არ მოუწია, ანუ დოკუმენტი. ხო, დოკუმენტი არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ანუ ვერაფერს აბსოლუტურად ვერ ვამბობ რა ეხლა ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ არ მინდა რომ დაუშვათ რაღაცე ისეთი ვილაპარაკო, რაც სიტყვაზე ვამბობ, მერე ჭორის დონეზე გავრცელებულ ინფორმაციას საერთოდ ვებრუზვი ხოლმე რა, ჩემი გულიდან გამომდინარე რა და აქედან გამომდინარე, ნუ ჯერ უნდა ალბათ იარსებოს რაღაცამ, რაც შესაბამისად მომცემს საფუძველს შემდეგი განჯისთვის. და ვინაიდან ესეთ რაღაცა ფაქტობრივად არ არსებობს, ხო? მე არ შემიძლია რომ ეხლა რაღაცა დასკვნები. კი ბატონო, ლაშა შეფასება არის საინტერესო სანდროსთან მიმართებით, რაც გადაწყვეტილება გამოიტანა არხმა. პირველ ყოვლისა გამშვიდობის მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა სანდროს ნათქვამი განვაგრძო, რომ მართლა მთელი გულით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემ კოლეგას, იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ერთიანია მთელი ყველა სპორტული ჟურნალისტი ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შემდგომშიც გაგრძელდება. რაც ეხება თვითონ ამ კონკრეტულ თემას, ვახო, აქ არის
იმაზე აღარ ვისაუბრებ, სანდრომ თავად აღნიშნა და მე აღარ მინდა ამას ხაზი გაუსვა, თუმცა შესწომას რაც ეხება, არის ერთი მომენტი რა. ამ შემთხვევაში მე დავინახე დამოკიდებულება საზოგადოებრივი მოუწყებლის, აქამდეც ძალიან ბევრჯერ დამინახავს ეს მსგავსი დამოკიდებულება საკუთარი თანამშრომლების მიმართ და ერთს ვიტყვი. მეორე დღეს ის სანდრო სმობილაძის შესწომა აღარავის აღარ ემახსოვრებოდა საერთოდ და ჩავივლიდა ჩვეულებრივად. და შესაბამისად ეს თემა ამოიწურებოდა. აბსოლუტურად ვეთანხმები სანდროს იმაში, რომ და დიმასაც დავესესხები, რა თქმა უნდა, იმიტომ დღეს მან გააკეთა კომენტარი, არსებობს სანქციები და თქვა შეიძლებოდა ხელმძღვანელობას მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცნობილაძეს თვის მიეცა დისკვალიფიკაცია, თქვა ფინანსური სანქცია და ასე შემდეგ. მე უბრალოდ მინდა ერთი რამ თქვა, მე სანდროსთან დიდი ხანია მეგობრობ და შესაბამისად მან იცის ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. აქ არის პრობლემა ცნობილაძეში არა, მარტო. აქ არ არის პრობლემა თქვა დვალიშვილში, რომელიც ოქტომბერში დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში გამოუშვეს სამსახურიდან, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემა, მაგრამ არსებობს თემა ერთი, რომელიც უნდა გაითავისოს ყველამ. დღეს ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დიდი დეფიციტი სპორტული ჟურნალისტების. მე ვთვლი, რომ სანდრო სმობილაძე არა იმიტომ რომ აქ არის. გავაკეთე კომენტარი და ვიტყვი ყოველთვის. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ამ სფეროში, იმიტომ რომ ეს არ არის ხო, ეს სანდრო არ არის ვიწრო სპეციფიკის ადამიანი, ანუ არ არის მარტო ფეხბურთზე ორიენტირებული ადამიანი და ფეხბურთის ეს არის კაცი უნივერსალი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მას აყვანილი აქვს ოლიმპიადა, აყვანილი აქვს უამრავი სხვადასხვა სახეობის რეპორტაჟი. თუ კი ვინმე ინანებს ამ ნაბიჯს, ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა. სანდრომ კი ბატონო დაუშვა შეცდომა, ძალიან სერიოზული, მაგრამ მე ვთვლი, რომ გაცილებით უფრო დიდი შეცდომა იმ მენეჯმენტის იყოფნა, რომელიც მართავს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რაც ეხება თვითონ ცნობილაძეს და ამ ფაქტს, ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ერთ დეტალს მინდა ისევ ხაზი გაუსვა. 5 წუთი, როდესაც მე უბრალოდ დამოკიდებულება მინდა ეხლა განუმარტო მაყურებელს და დავიჯერო, რომ ეს კითხვა მათაც აწუხებთ. 5 წუთის განმავლობაში, როდესაც წამყვანი შენს ეთერში შეცდომით გადასცემს რეპორტაჟს. მე მაინტერესებს, სად არის ტექნიკური პერსონალი, სად არის რეპორტაჟის რეჟისორი, სად არის პროდიუსერი, სად არის ხელმძღვანელობა არხის, რომელიც ელემენტარულად, ერთ-ერთი მაინც ამ ხელმძღვანელობიდან უნდა იჯდეს ტელეეკრანთან და აუდიენების თვალს, რა გადის მის ეთერში. მთელი უბედურება საზოგადოებრივი მაუწყებლის არის ის, რომ კაცი შვილს არ ანაღლებს. რა გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მე ვერ წარმომიდგენია შენ 5 წუთის განმავლობაში მე მეძახო სანდროს ეძახო ლაშა და საეთეროდან არ გითხრან რომ არა, პირიქით. აუცილებლად მეტყვიან. აი ეს არის დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის საქმისადმი და შესაბამისად იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც მუშაობდნენ და დღესაც განაგრძობენ მუშაობას ამ ტელევიზიაში. გეგი, მე მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ბუნებრივია ამ საკითხის მიმართ, მაგრამ არის კიდევ ერთი თემა, რასაც გარკვეულწილად შეეხო ლაშა, ანუ არხი როგორ უნდა მოქცეულიყო შენი აზრით ამ შემთხვევაში? უნდა დაეცვა თუ არა თავისი თანამშრომელი იმ ასე ვთქვათ უარყოფითი მომენტებისგან, რაც ისედაც ახლდა ხო ამ მომენტს, თვითონ პიროვნულად ადამიანის მიმართ. რა უნდა მოემოქმედებინა არხს? მე დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა დაეცვა ჯერთი სანდროს შეცდომას მოყვა ძალიან ცუდი რეზონანსი იგივე Facebook-ში და იგივე სოციალურ ქსელებში და მე კიდევ ერთხელ მაღელვებს ეს ძალიან, იმიტომ რომ გამოჩნდა აქ ერი არის ჩასაფრებული, ყოველთვის ჩასაფრებული პოზიციიდან უყურებს ჟურნალისტს და არა მარტო ჟურნალისტს, საზოგადო მოღვაწეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო, რომ ეს ეპიზოდი განეხილა, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ მოიქცნენ ისინი სწორად და ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიჩნევ მართებულად იქიდან გამომდინარე, რომ სანდრო არის უდიდესი პროფესიონალი. თან როდესაც მე მისი კომენტირებით უყურებ ხოლმე საფეხბურთო რეპორტაჟებს, მსიამოვნებს რა, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, რომ უკეთებს ძალიან კარგ ანალიზს თითოეულ ეპიზოდს. რაც არის დღეს ცოტათი იშვიათობა, ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან, ანუ ეს მიუთითებს მისი კარგი ცოდნისაკენ, რაც მას გააჩნია ფეხბურთში და იგივე ლაშამთქვა, რომ არა მარტო ფეხბურთში, სპორტის სხვა სახეობებშიც. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა განხილულიყო ეს ეპიზოდი, რა თქმა უნდა რაღაცა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული და ალბათ ყველაზე ნორმალური და ლოგიკური იქნებოდა ისევ და ისევ ფინანსური სანქცია, რაც უკვე ჩემამდეც ითქვა არაერთხელ. ეს არის ჩემი პოზიცია. სანდრო, შენ გააკეთე განმარტება, ვთქვათ იმის შესახებ, რომ ვერ უძებნი ახსნას რა მოხდა, ხო, იმ კონკრეტული თამაშის დროს, მაგრამ აი ლაშამ გააკეთა აქცენტი, რომ
რატომ თქვათ არ უთხრა ვინმე, როდესაც ამდენი 5 წუთის განმავლობაში დაახლოებით ეს ხდებოდა. ხო, აი შეგიძლია ეს დეტალები გაიხსენო და მოგვიყვე როგორ იყო ეს ყველაფერი. ხო, პირველად რა მინდა რომ აღვნიშნო, ანუ რეაგირება რომ უნდა მომხდარიყო ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს არის 2x2 4. ნებისმიერი ადამიანი, მეც კი რომ მქონდეს ჩემი დაუშვათ ტელევიზია და ესეთი რამე რომ მოხდეს ჩემს ეთერში, ხო? შესაბამის რეაგირებას მოვახდენ. ოღონდ ეს რეაგირება იქნება ანუ იმის მიხედვით, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ანუ ეს ნორმალურიც არის საერთოდ ტელევიზიაში, როდესაც თქვათ რაიმე შეცდომა მოხდება, ჟურნალისტი იქნება, ოპერატორი, ამის განხილვა ყოველთვის მიდის და ეს კარგიც არის. კარგიც არის, პირველ რიგში იმ ადამიანისთვის არის კარგი, ვისი შეცდომის განხილვაც მიმდინარეობს, ხო? იმიტომ რომ შესაბამისად, ანუ განხილვა ნიშნავს იმას, რომ შენ მიგითითებენ რაღაცეებზე, მიგითითებენ ამაზე და შენ შემდეგ შეეცდებ. ეხლა ჩემთან მიმართებაში, ხო? ხდება რა, მე თქვი და დავწერე კიდეც, რომ მე ახსნა ამ ამბავს ვერ 48 საათი მე ვიყავი ჩუმად ერთი მიზეზის გამო, რომ საკუთარ თავს ვეკითხებოდი რა მოგივიდა. ხო? ანუ ახსნა მე ამას ჩემ თავში ვერ მოუძებნა. ყველაფერი განვიხილოთ, ყველაფერი გავიაროთ, ხო? ყველაფერს ვიხსენებდი, ზოგადად რა მოხდა. უბრალოდ მე მქონდა ისეთი განწყობა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშობს თეთრი ფორმით. აი ეს არის რა, ანუ ამას მე თავის გასასამართლებლად კი არ ვამბობ და ზოგადად არც რაღაც მიზეზი არ მინდა მოვიყვანო ახლა, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, რომ რაღაც აი მაპატიეთ და ესეთი რამე არავინ არ მინდა რომ ესე გაიგოს რა. უბრალოდ არსებობს ესეთი რაღაცეები, ხო? აი გეგი არის ფეხბურთელი იყო, ხო? მასპინძელი გუნდი ირჩევს ფორმას, როგორც წესი ირჩევს პირველ ფორმას, შესაბამისად ეს ფორმა საქართველოს ნაკრების, რომელთაც იგი თამაშობდა, იყო თეთრი პირველ თამაში, ხო, ანუ განწყობა მაქვს ეგეთი, როდესაც შევედი რეპორტაჟი. მე როდესაც უკვე მოვლენები განვითარდა, მე როდესაც მივხვდი ამ ამბავს, ხო? იყო ძალიან გვიან. ასევე აუხსნელი არის ჩემთვის, რატომ მე ეს ამბავი არ მითხრეს, ხო? იმიტომ რომ ახლა დასამალი არაფერი არ არის რა. ეს საკითხი, აი რომ არ გითხრეს, ეს საკითხი თუ განიხილა საზოგადოებრივ მოუწყებელმა შენი ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან რომ მე იმ არ ვესწრებოდი ამ განხილვას, ხო? ანუ ზოგადად არც ვიცი იქ რა ხდებოდა, სან კიდევ ერთხელ ვამბობ, რა სანამ მე არ მექნება რაღაცეები ხელთ, ანუ სავარაუდოდ იარსებობს ამის ოქმი, ხო? სავარაუდოდ რაღაცეები, ხო? რაღაცეები უნდა იარსებოს, ხო? შესაბამისად. ხო, ამიტომ მე არ ვიცი ამ საკითხის განხილვა ხდებოდა თუ არ ხდებოდა რა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახი, მე ახსნას იმ ამბავს, რატო არ მითხრა ვინმემ ეს ამბავი, რომ სანდრო შენ გეშლება, ვაფიქსირებ, მე მომივიდა 3 SMS. ოღონდ, ნუ ეხლა ვისაც ეთერში აქვს ნამუშევარი, ის მიხვდება, რომ ამ შემთხვევაში ტელეფონი გაქვს გათიშული, ხო? ან ჩაწეული ხო? ერთი SMS იყო ჩემი შვილის, მაგალითად. მეორე SMS იყო ძიმო ობოლაძის და მესამე SMS იყო კიდევ ერთი ჩემი მეგობრის, რა. ანუ რას ვამბობ, რომ მაგრამ იმას ვერ ნახავდით. ხო, ნუ წარმოუდგენელია, ხო ეს ამბავი. აქედან გამომდინარე, ახსნა მე ამისი, ხო, რატო არავინ არ შემაჩერა, რატო არავინ არ შემისწორა, ხო? რატო არ მითხრეს, ხო? ისევე როგორც არა მაქვს იმის ახსნა რა მოხდა, ჩემთან მიმართებას საკუთარ თავს როდესაც ვეკითხები, ასევე არა მაქვს ამის ახსნა, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანთან კომუნიკაციაც კი არ მქონია ზოგადად რა. ლაშა საზოგადოებას თქვა ამ შეცდომაზე ქონდა თავისი რეაგირება, ხო, ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ მას შემდეგ რაც სანდრო გაათავისუფლეს, შემდეგაც ქონდა ეს რეაგირება. შენი აზრით მოიტანს თუ არა შედეგს ეს ყველაფერი? პეტიცია შედგა, უამრავი ადამიანი აწერს ხელს, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ეთერშიც დღეს ლაპარაკობდა, რომ აი ფეხბურთის ყურება სანდროს კომენტარებთან ერთად დაიწყეს ადამიანებმა, ხო? ანუ მის დამი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი გამოიღებს თუ არა შედეგს და რა შეიძლება იყოს ეს შედეგი? მე არ ვიცი ახლა სანდროს დამოკიდებულება როგორი იქნება, თქვათ, თუ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, თქვათ, რაღაცა წინადადებით გადაიფიქრებს და შესთავაზებს უკან დაბრუნებას, არ ვიცი როგორი იქნება სანდროს პოზიცია ამ შემთხვევაში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან ბევრის მთქმელია, რაც მოხდა და მოყვა ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან, მათ შორის სპორტული ჟურნალისტების მხრიდან. აქ არის ერთი მომენტი, საერთოდ ის რომ ჩვენი პროფესია აბსოლუტურად უმადური და დაუფასებელია, ეგ ჩემზე კარგად თქვენ იცით. მე უბრალოდ მინდა ერთ ყველაზე მთავარი რაც არის, ეს თემა არ უნდა ყოფილიყო აი ამ დონის განხილვის თემა. არ უნდა მისულიყო აქამდე იმ ელემენტარული მიზეზი, რახან სანდროს ირგვლივ ტრიალებთ, აუცილებლად ვიტყვი რა. ჩვენ გადავაგორით სოფლიო ჩემპიონატი, ვახო. ერთი თვე სტუდიიდან არ გამოსულა, არც მე, არც მინაშვილი და არც ცნობილაძე. მე არ მახსოვს ვინმე მოსულიყოს ცნობილაძეს მიაკვდნენ რეპორტაჟებს და გახსოვს რა
ტემპში და რა ვითარებაში მიმდინარეობს. კაციშვილი არ მისულა არც ერთ თანამშრომელთან და არ უთქვამს, რომ აქ ხო არ საუბრობ მე პრემიებზე და მივლინებაში, დასასვენებლად გაშორებაზე და იმ კაციშვილს მადლობა არ უთქვამს. აი ეს არის დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მენეჯმენტის და ხელმძღვანელობის. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მე არ ვიცი, მე რო სანდროს ადგილას ვიყო, მე შემემთხვა ანალოგიური თემა, ის საერთოდ ცირკის დონის თემა იყო. თუ გექნება ინტერესი ორი სიტყვითაც ამაზეც ვისაუბრებ ორი მოგვიანებით, მაგრამ ის რაც დღეს სანდროს მიმართ ხდება, მე ვთვლი რომ ეს არის აბსოლუტური უსამართლობა და მე არ მიმაჩნია სწორნაბიჯად რანაბიჯის გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ და მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ მიიღებენ, კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ სანდრო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ კი პოზიტიური განწყობით შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა მე მაინც გონია ერთს დავამატებ რა გარკვეული კონსულტაციების გავლა მათ მოუწევთ ამ თემასთან დაკავშირებით და ჩემი თხოვნა იქნება ამ შემთხვევაში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ლობირებს გარკვეულ რგოლებს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამ ლობისტობის ფონზე ელემენტარულად დაინტერესდნენ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. სანდრო ცნობილაძე არ არის დღეს საზოგადოებრივ მაუწყებლის პრობლემა. საზოგადოებრივ მაუწყებელში არის უამრავი პრობლემა, რომლითაც ვინმე უნდა დაინტერესდეს. თუ არ დაინტერესდა, ცნობილაძეს მიყვება კიდევ ერთი, მიყვება მეორე, მიყვება მესამე, ისედაც დაშლილია ის არხი. კარგით, მოდით მოვისმინოთ გიორგი ბარათაშვილის კომენტარი. ის ჩვენ დავპატიჟეთ დღეს სტუდიაში, არა მარტო ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვეძებდით პასუხისმგებელ ადამიანს, ვინც ამაზე ილაპარაკებდა და თავის გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, დაიცავდა, რაც არხმა მიიღო, სამწუხაროდ არავინ არ მიიღო მონაწილეობა გადაცემაში, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი შევთავაზეთ, რაც მათთვის შესაძლო იყო, ყოფილიყო მოსახერხებელი უпростоრად და პირდაპირ ეთერში ეს არ მოხდა, მაგრამ სატელეფონო კომენტარი გვაქვს გიორგი ბარათაშვილთან და ახლა მოვასმენინოთ ჩვენს მაყურებელს. იყო ის, რომ დაუშვა ადამიანი უხეში შეცდომა ეთერში. ამაზე 5 წუთი ვერ მიხვდა რა შეცდომა დაუშვა მე ეთერში. ამის გამო მივიღეთ ის მიანუს ზომა, შეიძლება. სხვა მიღეთ რა უნდა იყოს. სანდროსთან ჩემი ურთიერთობა, ეს არ ჩვენი ურთიერთობა. სანდრო ძალიან კარგი პროფესიონალი, ძალიან კარგი სპორტისტი. მე არ გამოვიწყო სანდროსთან გარკვეულს მე ურთიერთობა, სხვა კუთხე დათქმა უნდა, მომენტში ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მე ვიქნა. ჯერ არ მოსულა ეს პეტიცია ჩემამდე, შესაბამისად ახლა იქნება. გეგი, რამდენად მისაღებია შენთვის ასეთი კომენტარი, როდესაც ამბობს ტელევიზიის ხელმძღვანელი, რომ სანდრო არის პროფესიონალი, სპორტის კარგი მცოდნე, არ გამოვრიცხა, არ ვიცი, აქ რას გულისხმობდა ამაზე შემდეგ სანდროს კითხა, მაგრამ ამასთანავე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. ანუ კომენტარი არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი სანდროს მიმართ, მის პროფესიონალიზმს აფასებენ, მაგრამ მაინც უშვებენ. აი ზუსტად ამაშია საქმე, რომ თავის და თავიანთ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან აი ამ კომენტარით, რომ ამბობს, რომ არის ძალიან დიდი პროფესიონალი, იცის თავისი საქმე ხუთიანზე, მაგრამ ნუ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღეს. ხო, ერთს ვიტყვი. ადამიანის გაშვებაზე ადვილი არაფერი არ არის, მაგრამ კარგი კადრის პოვნა არის ყოველთვის რთული. და ჩემი აზრით, როდესაც ტელევიზია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, უნდა იფიქროს იმაზე, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ხო? უნდა ჩაანაცვლოს ვიღაცამ. მე ეჭვება, რომ სანდროს ჩანაცვლება ესეთი ადვილი იყოს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ნუ რა ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თავის დროზე ეროსი მაჯგალაძემ მას საქმეს თუ წავიდა და ერთი გოლი შეუნახა რადიოს მწერლებს და არ თქვა, რომ ორი გოლი იყო გასული და თამაშის დასრულების შემდეგ თქვა და ესეც რა თქმა უნდა არის უხეში დარღვევა, ხო? სატელევიზიო რაღაც ყველანაირი სტანდარტის, ხო? აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი შეცდომა იყო, რომ უნდა გაეშვათ სანდრო ტელევიზიიდან და თვითონაც პრინციპში თავისი ნათქვამიდან გამომდინარე საზოგადოების, ასე ვთქვათ, რეაქციაზე სანდროს გათავისუფლების შემდეგ. შენ თქვი, შეცდომის შემდეგ რა რეაქციაც დაინახე, ხო? და ბევრისგან დაინახე ჩასაფრებული პოზიცია. მაგრამ გათავისუფლების შემდეგ პოზიციაზე რა სიტყვი და რამდენად შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს ყველა? გათავისუფლების შემდეგ
საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელიც ყოველთვის აქტიურობს სოციალურ ქსელებში, მომეჩვენა, რომ იყო შედარებით ლოიალური, შედარებით მიმტევებელი. და ესაა ზუსტად ჩვენი პრობლემა, რომ თავიდან გამოგთათხავენ, გაგლანძღავენ, თვითონ არანაირი შეცდომა არ დაუშვიათ ცხოვრებაში და უმადური პროფესია. ხო და აი მე უცბად, ვაიმე, აი ესე არ უნდა მომხდარიყო. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათმა რეზონანსმაც უბიძგა ამ ყველაფრისკენ და რომ არ ყოფილიყო აი ესეთი დიდი გამოხმაურება, უარყოფითი, შეიძლება ესეთი გადაწყვეტილება არც კი ყოფილიყო მიღებული, იმიტომ რომ ნუ ყველა ტელევიზიას აქვს რაღაცა თავისი იმიჯიც, ხო? და უფრთხილდება ყველა ამ იმიჯს და მე ვფიქრობ, რომ ხალხის გამოხმაურებაც ძალიან სულად აისახა ამ ყველაფერზე და ვიყოთ ცოტა მიმტევებლები, რა შეცდომის დაშვება არის ყველაზე სანდრო ბარათაშვილი ამბობდა რომ არ გამოურიცხავო მომავალშიო სანდროსთან თქვა რაღაც ურთიერთობასო, მაგრამ ახლაო არა უნდა გაგვეთავისუფლებინაო. თქვენ საუბარი არ გქონდათ ხო, როგორც მე ვიცი. კომუნიკაცია მე არ აპირებ თუ არა რომ დაურეკო თუ შენთვისაც დამთავრებულია ეს ურთიერთობა, ვიდრე არ ჩაგბარდება ოფიციალური დოკუმენტი და ვიდრე არ იფიქრებ იმაზე წახვიდე თუ არა სასამართლოში. აი, ზოგადად როგორ არის, რომ მე ეგრე მგონია, რომ დაუშვათ რაღაცა, ანუ ფორმა, ხო, უნდა მოიძებნოს, ხო, ჩვენი კომუნიკაციის. რა კარგი იქნება თუ დაუშვათ ეს ფორმა მოიძებნება და თუ გიცდია რომ დაგერეკა დირექტორისთვის. მე რამდენადაც ვიცოდი, ბატონი გიორგი არ იმყოფებოდა საქართველოში, იმყოფებოდა შვებულებაში, აქ და ეს ამბავი მოხდა, როდესაც იგი არ იყო თბილისში. შესაბამისად, ახლა აქედან გამომდინარე, მე ვერ დავეკონტაქტებოდი მას უბრალოდ რა და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახე, რომ კარგი იქნება თუ შედგება ჩვენი ზოგადად კომუნიკაციის სახე თუ მიეცემა, ამბობ თუ შედგება ჩვენი კომუნიკაცია, ფორმა თუ მოიძებნება ამისი, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ გიორგის ზოგადად. და ეს არ არის პირველი შეხება ჩვენი ეს არ იყო რა, ანუ ჩვენ ადრეც გქონია ურთიერთობა, ჯერ კიდევ მოყოლებული, როდესაც ვიყავით საკმაოდ პატარა ასაკის, მოდი ასე ვთქვათ რა. ხო და თუ შედგება ეს კომუნიკაცია და თუ ჩვენ დაველაპარაკებით ერთმანეთს, ხო, იქნება მშვენიერი ამბავი ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან კარგი რომ თქვენ მოახერხეთ ამის გაკეთება. რაზე იქნება დამოკიდებული სასამართლოში გააგრძელებ თუ არა ამ დავას? ანუ ხო თქვია ხო, მე არ ვიცი ზოგადად ფორმულირება რა არის ამის. ანუ წარმოდგენა არ მაქვს. საერთოდ რაღაც ხო უნდა არსებობდეს, რაზეც მე შემდეგ შესაბამისად მოვახდენ რეაგირებას, ხო? ანუ უნდა იყოს რაღაცა უნდა არსებობდეს, რაც მე გადამადგმევინებს რაღაც ნაბიჯს, ხო? ეს რაღაცა არ არსებობს. ხა აქ კიდევ ერთი რამე მინდა რა გამომარტო, ყველას გასაგონად აბსოლუტურად რა. სპორტული რედაქცია შედგება რამდენიმე ადამიანისგან საზოგადოებრივ მაუწყებელში. ჩემდა გასაკვირად, ხო, არც ერთი ეს ამ განხილვაზე, ხო, ანუ პროდიუსერიც კი არ ესწრებოდა. ხო, მე გამიკვირდა, მართლა გამიკვირდა ეს ამბავი. ხელმძღვანელი არის ვოვა ნიკოლაიშვილი. და სწორედ მან დამირეკა, რომ აი ახლა მიმდინარეობსო და ჩემი პირველი ბუნებრივი რეაქცია იყო ის, რომ რას ნიშნავს ახლა მიმდინარეობს, ანუ შენ არა ხარ მეთქი. და არაო, რომ აქედან საინტერესო იქნებოდა თავად შენ დასწრებოდი. ხო, ალბათ. ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე საინტერესო. და რატო ეხლა ისევ იმ ამას უბრუნდება, ხო, როდესაც რაღაც გარჩევა ხდება, ეს თვითონ იმ ადამიანისთვისაც კარგია, ხო, ვისი საქმეც ირჩევა, იმიტომ რომ შესაბამისად ის მერე რაღაცეებს გაითვალისწინებს. ამ შემადგენლობის შესახებ რა იცი, სანდრო, აი ვინც არჩევდა ამ ამბავს და ვინც საბოლოოდ იღებდა გადაწყვეტილებას. ვინმე აქედან შენ დაგეკონტაქტა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ შენგან მოესმინათ ვერსია, რა მოხდა? აი, ერთადერთი რაც იყო და უშუალოდ მე შევხვდი ერთ-ერთ ბარათაშვილი გასაგები არ იყო თბილისში, არ დაკონტაქტებია. დანარჩენები ერთ-ერთ მაგას როდესაც მე ვიძლეოდი ახსნე განმარტებას, ანუ ფორმა არის ასეთი, მოხსენებითი ბარათი უნდა დაწეროს პროცესში, შემდეგ ადამიანმა უნდა დაწეროს, ანუ ეს ახსნე განმარტება დავწერე, მე რო ეს ჩავაბარა ეს ახსნე განმარტება, ხო, აი ამ ერთ-ერთ მენეჯერს არხისას მე ეს ახსნა განმარტება ჩავაბარ და ბუნებრივად ჩვენ შორის მოხდა დიალოგი შედგა. იქ სხვა შორის ძალიან ესეთ ერთ რამესაც მინდა რა ხაზი გაუსვა იმ ახსნა განმარტებას, რომ არავის და არაფრის ზემოქმედების გოჟა არ ყოფილა რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა, იმიტომ რომ ესე ძალიან სხვანაირად იქნა აღქმული რა და ამ სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი რა, იმიტომ რომ ყველა მიცის ხო ეხლა თუ საჭირო თუ გახდა და უშუალოდ რაღაცა ისინი არსებობს ხო ხერხები იმის რომ გაირკვა ეს საბოლოო ჯამში ეს ამბავი რა და ანუ ეს წერია იმ ახსნა განმარტებაში. აი ეს იყო ერთადერთი კომუნიკაცია, რომელიც მე მქონდა. ანუ წერილობითი სახით. ხო, წერილობით სახით მე მივეცე ეს ახსნა განმარტება, ჩაუტანე ჩვენ რაღაც. და ეს ახსნა განმარტება სავარაუდოდ იხილებოდა იმის ხო, 1-2-3 წუთი ჩვენ ვისაუბრეთ და ეს იყო და ეს.
მეტი ახსნა მარტება ან კი ბატონო ლაშა შენ ყვებოდი შენ არ მხოლოდ სანდროზე არ ლაპარაკობ უფრო სისტემურად ლაპარაკობ ამ პრობლემაზე და თქვი რომ შენს ისტორიას გვეტყოდი საზღვარგარეთ ახთან ურთიერთობაზე დღეს ეხლა ცოტა ისეთი მომენტია ნამდვილად არ მსურდა ჩემ თავზე საუბარი სანდროზე საუბრობდა იქ იყო ძალიან ისეთ საინტერესო თემა და შენ ძალიან კარგი კითხვა დასვი რა შემადგენლობა იღებდა ამ გადაწყვეტილებას მე მიმაჩნია რომ პრობლემა სწორედ ის არის რომ საქმეს ჩაუხედავი ადამიანები იღებენ მსგავს გადაწყვეტილებას მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რომ ალბათ იგივე შემადგენლობა იქნებოდა პლუს დამატებით რამდენიმე ადამიანი მომმართეს რომ უნდა გაერთიანებულიყო მაშინ ორი გადაცემა იყო არენა და საფეხბურთო მიმოხილვა უნდა გაერთიანებულიყო ამას წინაპირობა ქონდა კიდევ და იმას ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი უნდა გაერთიანებულიყო ორი გადაცემა და მე არ მქონდა საუბარი უფლება მესაუბრა ფეხბურთზე არ საუბრობდი ფეხბურთზე, მიზეზი ის იყო რომ მუშაობდი ფეხბურთის ფედერაციაში, პარალელურად აქ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი და კანონდარღვევა არ ყოფილა ამ შემთხვევაში და მე დავსვი მარტივი კითხვა, როდესაც დათომინაშვილი ისაუბრებს ფეხბურთზე, მე 40 წუთის განმავლობაში ბუჩქის როლი უნდა შევასრულო, დეკორაციის როლი თუ რა უნდა გავა. მითხრესო ხო დაახლოებით ეგეთ მე მივიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე არ მეგულება ჟურნალისტი დღეს მოქმედი და აქტიური, რომელიც დათანხმდება იმ წინადადებას, რომ 40 წუთის განმავლობაში იყოს ცოცხალი დეკორაცია. შესაბამისად, მე არ მქონდა არანაირი სურვილი, ბუნებრივია აღარც მე, თუმცა ამას მქონდა ის წინაპირობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყების მხრიდან და არა რომელიმე კერძო ტელეკომპანიიდან. იყო გარკვეული შემოთავაზება ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც იყო მოთხოვნილი თანხა სანაცვლოდ ეროვნული ჩემპიონატების მატჩების ტრანსლირებისა, რაზეც ფედერაციაში მემაბარია ეგ საკითხი და შესაბამისად თანხა იმდენად დიდი იყო, რომ მე ვთქვი უარი ამაზე, რადგან ჩემთვის იყო წამგებიანი, ანუ ეს ყველაფერი. ამაზე იყო მიღებული ეს. რა თქმა უნდა, მე მივიღე სიტყვიერად არადოკუმენტალურად ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან, რომ მაშინ უნდა ერთი გადაცემა დაიხუროს და უკვე ნათელი იყო, რომელ გადაცემაზე იყო აქ საუბარი და შესაბამისად დახურეს ჩემი გადაცემა და მივიღე შემოთავაზება ამ სახის, რომ 40 წუთი მжарიყავი და მესმინა. ოღონდ ყველაზე საინტერესო თემა ის არის, რომ ჩემი გადაცემა, სადაც მე საუბრობდი, თქვა არენა ისანდრომ კარგად იცის, 41 გადაცემა მქონდა იმ პერიოდში გაყვანილი ეთერში, აქედან 8 იყო საფეხბურთო თემატიკის და ყველა იყო მოვლენითი. ანუ ამ ბოლნისის სიონმა ითამაშა ევროპის თასი ანუ რეალურად ეს იყო თვითონ გამოწოვილი მიზეზი უბრალოდ მე ვერ ხვდები რატო აი ამას ვერ ხვდები ერთი რაზეც მივდივარ და რაც დღეს საერთოდ ხდება ესე და ძალიან სამწუხაროა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება ეს ყველაფერი და სწორედ სისტემურზე საუბრობ ხო იმიტომ რომ არის უაღრესად დიდი პრობლემები ძალიან სერიოზული პრობლემები და ამ პრობლემებს ჭირდება სერიოზულად მიხედვა. თუ ჩვენ ელემენტარულად გავიდეთ და ჩავატაროთ გამოკითხვა და ვნახოთ რამდენი ადამიანი ელოდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელიმე გადაცემას. ვერ ვნახავთ ეგეთ ადამიანს. ანუ მე ვგულისხმობ, რომ იქ არ არის მარტო სპორტული მიმართულების პრობლემები და ცნობილების შეცდომის პრობლემა. იქ არის ძალიან სერიოზული პრობლემები ზედა ეშელონში. გასაგებია, გეგი, ყველაფერი ცუდში კარგი არისო რაღაცო ნათქვამია და ჟურნალისტების სოლიდარობა დაინახე შენც რომ გაერთიანდა რაღაც პრობლემის გარშემო ჟურნალისტთა კორპუსი და ხარდაჭერაზე არ არის ლაპარაკი არის თავისი პოზიციის გამოხატვას. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ხვალ ზეიქ შეიძლება ჩვენც აღმოჩნდეთ სანდროს ადგილას და მე ძალიან გამიხარდა ეს ერთობლიობა, იქ დახურული ჯგუფიც არის სპორტული ჟურნალისტების და იქ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს და თან ეს არ არის ესე უბრალოდ წარმოთქმული სიტყვები და უბრალოდ სოლიდარობა. ყველა მზად ვართ იმისაც, რომ დაუდგეთ გვერდზე, პეტიციაც არის შექმნილი და ხელიც მოეწერება ამ ყველაფერს და მივმართავთ კიდეც იგივე გიორგი ბარათაშვილს, იგივე ბორცს და საზოგადოებრივ მაუწყებელს და მე უკვე სანდროს გადასაწყვეტი იქნება როგორ მოხდება ყოველივე თუ ისინი ისურვებენ რომ ეს ჭირდებათ და უკან სურთ ამის დაბრუნება მე უკვე სანდრო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მაგრამ თვითონ ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესე ერთად გავარდო. გეგი შენ თუ არ ვწდები ხარ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი არ ვარ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სწორედ ამასთან დაკავშირებითაც მინდოდა მეთქვა რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაც ვალდებულია რომ სპორტული ჟურნალისტის ინტერესები დაიცვას და არ ვიცი მე დამირეკა დღეს ამ ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ
და მითხრა რომ მან მოამზადა წერილი გაზეთ ლელოში. ხვალ რამდენადაც მე ვიცი ეს წერილი იქნება ლელოს ფურცლებზე დაბეჭდილი. ანუ ესეც სოლიდარობის ესეც არის სახით იქნება გამოხატული ძალიან კარგია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ასოციაციის მხრიდან. ხო, ნამდვილად კარგი არის, როდესაც თქვა სპორტული ჟურნალისტები თავის პოზიციას გამოთქვამენ და საჯაროდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სანდრო ეძებენ თუ არა ახალ კომენტატორს რა გაქვს ინფორმაცია საზოგადოებრივ აუცილებლად სიმართლე გითხრა, ანუ წარმოდგენა არა მაქვს, ჯერ ეძებენ თუ არ ეძებენ, ეს იმდენად იმდენად ჯერ ახალი მომხდარი ამბავია, რომ ანუ ეს 12 საათი თუ 24 საათი რომელიც გავიდა, ხო? ამდენ მომენტს ვერ ჩაიტევს უბრალოდ რა, ანუ რაღაც უცებ ძალიან ბევრი რამე მიეწყო რა ერთმანეთს. შესაბამისად არ ვიცი, მე ვიცი თუ რაღაც ფორმით გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, შენ მზად ხარ რომ ისე ვითანამშრომლო საზოგადოებრივ მაუწყებელთან? ფორმას გააჩნია. როგორი ფორმით გადაიხედება და ფორმას გააჩნია საერთოდ რა იქნება, ხო? ანუ რა შესაბამისი ნაბიჯები რა იქნება გადადგმული, ამ ძალიან ბევრი რამე არის ამაზე დამოკიდებული. კი ბატონო, სრულდება ჩვენი გადაცემა და ბოლოს კითხავ, ვიდრე იმის იმედად იქნები რომ რაღაც გადაიხედება, რა გეგმები გაქვს და გადალახე თუ არა უკვე ფსიქოლოგიურად ეს მომენტი, რაც არა ყველა ჩვენ, როდესაც რაღაც შეცდომას დაუშვებთ, ძალიან ნერვიულობთ ამაზე. მეც მქონია ბევრჯერ ეს მომენტი და განვიცდით ადამიანურად და შენ შემთხვევაში როგორ არის? განვლილი ეტაპია უკვე ეს ყველაფერი? უკვე ჩაიარა ამ ყველაფერმა, მინდა თქვა კიდევ ერთხელ ამაშიც ძალიან დამეხმარა ის თანადგომა და ის მხარდაჭერა, რომელიც მქონდა. რაც შეეხება იმას დღეს რას ვაკეთებ, ანუ დღეს მე ვარ საერთაშორისო კომპანია არსებობს ესეთი GB Times, რომელიც არის საერთაშორისო ჰოლდინგი და მას აქვს შესყიდული ყველა ქვეყანაში მედია საშუალებები, ერთ-ერთი ასეთი არის საქართველოში შესყიდული Jaco FM-ი და ვაპირებ შესაბამისად რომ აი აქ სანამ რაღაცეები დავაგდება და სანამ რაღაცეები შეიცვლება, ეს არ გამორიცხავს იმას რომ როცა შეიცვლება მე ამას რასაც ვაკეთებ თავს დავანებებ პირიქით. გაცილებით უფრო მეტად ენერგიული ვიქნები ამ მიმართულებით, რა მიმართულებაც მაქვს დღეს და შესაბამისად ამ კომპანიასთან ჩემი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავებული გასაგები. კარგი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის და სანდრო, ჩვენ ველოდებით ჩვენს რეპორტაჟებს, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს, როდესაც ჩვენ მიყავს თამაშები და ამ თამაშების ყურება. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით ხვალამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.